მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ივლისი ამოცანა ნომერი 9. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი ორი სხეულის სიჩქარის გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები. პირველი სხეულის მასაა m1 უდრის 1 კილოგრამს, ხოლო მეორის m2 უდრის 2 კილოგრამსო და ჩვენი მიზანია განსაზღვროთ სხეულზე მოქმედი ძალების მოდულების ფარდობა F1 შეფარდებული F2-თან. ჩავწეროთ მოცემულობა, მოცემულობით რა გვაქვს? გითხრეს რომ m1 პირველი სხეულის მასა ტოლი არისო 1 კილოგრამისო. მემორის სხეულის მასა შესაბამისად არისო გითხრეს 2 კილოგრამიო. და ახლა ამ ხასიათზე რა ინფორმაცია შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ? პრინციპში შეგვიძლია რაღაც ინფორმაციები ავიღოთ. საწყის მომენტში შევხედოთ, ესე იგი, როდესაც t0 უდრის 0-ს ნახაზიდან ამ დროს საწყისი სიჩქარე როგორც პირველი ისე მეორე სხეულის v01 უდრის v02-ს და ორივე როგორც ხედავთ 0-ის ტოლია და t უდრის 3 წამის შემდეგ ნახეთ რა მოხდა, t როცა 3 წამი გახდა, ამ დროს ამ ჩვენი სხეულების სიჩქარეები v1x ტოლი გახდა. რამდენის 3 წამის შესაბამისი არის 18 წამი, ხო? 18 წამი, 18 მეტრი წამი გახდა რა. v1x 18 მეტრი წამი და v2x ტოლი გამხდარა -6 მეტრი წამის. -6 მეტრი წამის. და ჩვენ გვეკითხებიან, რას გვეკითხებიან? ხო, ძალების ფარდობას, F1-ის შეფარდებას F2-თან. ეხლა F1 თავის მხრივ ტოლი არის M1 A1-ის, F2 ტოლი არის M2 A2-ის, ასე. თუმცა აქ ეხლა M1 და M2 კი ვიცით მოცემულობით, მაგრამ აჩქარებები გვაქვს, ხო, განსაზღვრული. აჩქარების მოდულები. აჩქარების მოდული კიდე შეგვიძლია განსაზღვროთ შემდეგნაირად. A1 ტოლი იქნება სიჩქარის ცვლილება ΔV(x) ფარდობა იმ დროსთან რა დროშიც S ΔVx შეფარდებული იმ დროსთან რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა, ეს ტოლი იქნება ΔVx პირველ შემთხვევაში იქნება V1x გამოკლებული V01 შეფარდებული TS-T0-თან. ეს ტოლი იქნება S0-ია, T0 0-ია, V01-იც 0-ია. შესაბამისად V1x არის 18, T არის 3. ესე იგი 18-ის ფარდობა გვექნება 3-თან და ეს ტოლი არის 6 მეტრი წამის. ესე იგი პირველში A1 ტოლი გამოგვივიდა 6 მეტრი წამ კვადრატის, აქ რატომაც კვადრატი გამოგრჩა და A2-ის ტოლი იქნება, A2 ტოლი იქნება A2x, A1x, მოდი ეს გავაკეთოთ. A2x ტოლი იქნება ΔVx, ანალოგიურად შეფარდებული ΔS-თან. ეს ტოლი იქნება V2x V02 შეფარდებული TS-T0-თან. ეს ტოლი იქნება აქაც ანალოგიურად ესეც 0-ია, ესეც 0-ია. V2x არის -6 შეფარდებული -6 შეფარდებული რამდენთან? 3-თან, ხო? -2 მეტრი წამი კვადრატი ყოფილა. და აქედან ახლა მოდული გვაინტერესებს, შესაბამისად A2 მოდული ტოლი იქნება. ეს ტოლი იქნება მოდულის A2x-დან. ეს კი ტოლია -2-ის მოდული 2 მეტრი წამ კვადრატის. და ჩავსვათ, ესე იგი F1 ტოლი ყოფილა, M1 არის რამდენი? 1 ჯერ A1 მივიღეთ 6 ნიუტონია. ეს კი ტოლი იქნება M2 ტოლი, F2 ტოლი იქნება M2 არის პირობით 2 ჯერ A2 მივიღეთ 4 ნიუტონია და შესაბამისად F1-ის ფარდობა F2-თან ტოლი გამოგვივა, F1 მივიღეთ 6, F2 მივიღეთ 4, 6 მეოთხედი გამოგდის, რომელიც 3 მეორედის ტოლია. შესაბამისად პასუხი იქნება B. უკაცრავად B არა. 3 მეორედი A. პასუხი A.